მე ჩემს პროფესიაში მიყვარს კოდებში ძრომიანი, იმიტომ რომ ძალიან აზარტულია. მე ვარ ნინო ბრეგვაძე, პროფესიით ვებ დეველოპერი. თავიდან ვიყავი ოპერატორი, შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდა ვიდეოების გადაღება და ჩემთვის სახში handmade ვიდეოებს ვაკეთებდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეგობრები ამას გთხოვდნენ. მე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან კარგად გამომდიოდა და გადავწყვიტა პროგრამების სწავლა. ამ ქედან დაიწყო ჩემი ურთიერთობა ციფრულ სამყაროსთან. შემდეგ გავხდი გრაფიკ დიზაინერი, ვინაიდან რადგან ძალიან მიყვარდა ხატვა. შემდეგ გადავწყვიტე უფრო სერიოზულ ციფრულ ტექნოლოგიას მომეკიდა ხელი, როგორც იყო ვები და მობაილ აპლიკაციების შექმნა და საკმაოდ კარგად გამომივიდა და მომწონდა ურთიერთობა მასთან. დავიწყე მუშაობდი ფრილანსერად, უფრო საიტებზე და მე მივხვდი, რომ ჩემი დიზაინი გადადიოდა ვებ დეველოპერის ხელში, რომელიც განაგებდა ამ ყველაფერს და მოდი ესეც ვისწავლოთ და დავწყვეტე ვებ დეველოპერობა. არჩევანი შევაჩერე სკილვერზე. ძალიან მომწონდა გრაფიკი, იმის მხრივ, რომ უკვე მზა მასალა იყო და სადაც არ უნდა ყოფილიყავი, შემეძლო ორი საქმე, სამი საქმე ერთად მეკეთებინა. სწავლების პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი ჩელენჯები იყო, ძალიან რთული ამხელა მასალის ასე ათვისება. თუმცა ძალიან დიდი მოთმინებით ვაკეთებდი ამაზე, ძალიან მეხმარებოდა ჩემი მენტორები. ანუ ყოველთვის, როდესაც რამე მიჭირდა დავალებაში და დროსაც არ უნდა მიმეწერა, ყოველთვის პასუხი ჰქონდათ ჩემთვის და დიდი ყურადღებით გამოირჩეოდნენ. ძალიან კარგი იყო ვორქშოპები. იქ იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ერთად უნდა team project უნდა გავუკეთებინა. კომუნიკაცია უნდა ქონოდა კოდებთან, ვისწავლეთ გუნდური მუშაობა, ვისწავლეთ თუ როგორ გადავჭრათ ესათვის პრობლემა, მხარდაჭერა, ყოველთვის ერთმანეთს ვეხმარებოდით. ძალიან რთულია პროგრამისტობა. ანუ სულ ჩართული ხარ, ძალიან ბევრი ნერვოზი გაქვს ამ ხრივ და უკვე ვფიქრობ, რომ არაფერი არ გამოგივა და შანსი ნულია, მაგრამ ის რომ მეტი რომ ბოლოს დაასრულებ და დადებ, ხო? ანუ აი მაგ დროს უკვე ირთვევა როგორც აი 9 თავდევებს რო ებრძოდი და გამოხვედი მაინც გამარჯვებული იმის მიხედავად რომ დალეწილი ხარ მაინც ვოკალი. ახლა გავდივარ CSS Tailwinds React უფრო მომწონს, პოპულარულია და საინტერესო და ანუ შესაბამისად ანუ მაგას გავყვები და საბოლოოდ. ძალიან მიყვარს განვითარება, სულ ახალს ვეძებ. ანუ არ შემიძლია გავჩერდე. ვაპირებ კიდევ სწავლის გაგრძელება, შესწავლა ახალი პროგრამული ენების, მაგრამ მანამდე მინდა მოვსინჯო ჩემი თავი მსოფლიო ბაზარზე, ფრილანსერად, დავიწყო პატარ-პატარა პროექტებით, უნიშნელო და თანდათან წინ წავიდე. საკუთარ თავის მჯერა და როდესაც ადამიანს საკუთარი თავის ჯერა, აი მანდ ვერ ვჩერდებით.